სახელითა მამისათა, დადისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს იგავი თესველის შესახებ, რომელსაც თავად მაცხოვარი განმარტავს და ბოლოს დასძენს ასეთ სიტყვებს: დაუკვირდით როგორ ისმენთ. იგულისხმება როგორ ისმენთ წმინდა წერილს. და აი მაცხოვრის ეს გაფრთხილება არ არის ამაოდ ნათქვამი. ვინაიდან ჩვენ ხშირად გონია რომ ვისმენთ წმინდა წერილს და გვესმის ის, შეიძლება ყურით ვისმენთ და გონებითაც ვიმახსოვრებთ ზოგჯერ. მაგრამ მიდის თუ არა ის ჩვენს გულამდე და ცხოვრობ თუ არა ჩვენ სახარებით, აი ეს არის მთავარი. რადგან წმინდა წერილი ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილნაყოფს ვერ გამოიღებს. აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ დღეს. რამდენი ადგილია წმინდა სახარებიდან, რომელიც ჩვენ გვიყვარს, კარგად ვიცით, მაგრამ ხომ არ მოხდება ერთ ჩვენიერ დღეს, როდესაც დადგება ჩვენი სამჟავროს დღე, რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდება სამხილებელი. არა იმიტომ რომ კითხულობდით და არ გვესმოდა, არამედ სწორედ იმიტომ რომ გვესმოდა, მაგრამ არანაირად არ ვიცხოვრეთ სახარების მიხედვით. აი ამაზე გვაფიქრებს დღეს ეს იგავი. და რამდენჯერ ყოფილა ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც ჩვენ მოგვისმენია წმინდა წერილი, რომელმაც თითქოს დაგვაფიქრა, აგვაღელვა კიდეც, მაგრამ სულ ერთ წამში, ჯერ კიდევ ტაძრიდან გასვლამდე, გაგვიტაცა ამაო მეტყველების, ამაო საზრუნავების რაღაც ნაკადმა და იმ ყლორტისგან, რომელიც ჩვენში უნდა გაზრდილიყო და ნაყოფი გამოეღო, არაფერი აღარ რჩება და ჩვენ დავცარიელდით. იმიტომ რომ აი როგორც ქარივით წაიღო ჩვენგან, მოგვტაცა ღვთის სიტყვა ამ უქმეტყველებამ და ამაო საზრუნავებმა. ამიტომ უნდა დაუფიქრდეთ აი უფლის ამ სიტყვებს. დაუკვირდით როგორ გესმით, როგორ ისმენთ. სასჯელად ან დასასჯელად ხო არ ვისმენთ ჩვენ წმინდა წერილს. აბა მას თუ ასე არა, როგორ? საცხონებლად ვისმენთ? და ეს იგავი გვაფიქრებს ამაზე, რომ ვინ ვარ მე? რომელი ნიადაგი ვარ? როგორი ნიადაგი ვარ? რომელიც ნახსენებია ამ იგავში. სად ვარდება ეს თესლი, ღვთის სიტყვა? გზის პირას ვარდება? სადაც ფრინველები აკენკავენ და ქარი წაიღებს, თუ სხვადასხვა ხილული თუ ხილავი მტერი მოგტაცებს, თუ ქვიან ნიადაგში ჩავარდება, სადაც უწყლობის გამო და ნიადაგის სიმწირის გამო მალე გახმება.
თუ ეკლიან ნიადაგში ჩავარდება, სადაც ეკალბარდი იზრდება, რომელიც მოაშთობს აი ამ თესლს და ნაყოფი ვერ ასწრებს დამწიფებას. თუ კეთილ ნიადაგში ჩავარდება და გამოიღებს კარგ ნაყოფს, მაშ რომელია ჩვენი ნიადაგი? მე რომელი ვარ? მათ შორის. და შეიძლება ითქვას ვირფასუს მებო და დებო ალბათ, რომ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში აქ ჩამოთვლილი 4-ვე ნიადაგი ვართ ხოლმე, სხვადასხვა დროს. და აი ამ იგავის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გააღვიძოს, აღძრას ჩვენი სინდისი, გააღვიძოს ჩვენი ცნობიერება და მოგვანდომოს, ვიბიძგოს, ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად, ქრისტეს სიტყვის მისაღებად და საღვთო სიბრძნის მისაღებად. რისი ღირსიც გაგხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცმოყვარებით. რამე თუ მას მხოლოდ ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს. გვარმიანებს, გვარლიანებს და გვარამიებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ. ამინ.